რუსთავი თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. აქციაზე დღეს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარეც იმყოფებოდა. მძღოლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდა სითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი ხუთშაბათს დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მივლენ. ლავრენტი ალანიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ კი მერიაში ფიქრობენ, რომ ტრანსპორტის ტარიფის ცვლილებით სადენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობები დაირღვევა, მერიას ჯერ საჯარიმო სანქციები უნდა აემოქმედებინა. გამეორების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიემართა. მისივე თქმით დაუშვებელია მძღოლზე ზეწოლა. დღეს აქციაზე მოქალაქეებიც მივიდნენ, რომლებიც მძღოლებისგან პასუხს ითხოვდნენ. კითხვაზე თუ რატომ მოხდა ფასის ცვლილება, რასაც მოქალაქეებსა და მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოყვა. ყველაზე ცუდი ფაქტი მოხდა 29-ში ის, რომ გაძვირდა გზავრობა, მაგრამ ქუჩაში არ ხდება ამის გადაწყვეტილების მიღება, რომ გაძვირებული იყო თუ არ გაძვირებული იყო. მძღოლები მე დავუკავშირდი სხვათაშორის მძღოლებს და ვთხოვე, რომ არავითარ შემთხვევაში მათ არ გაეჩერებინა ტრანსპორტი, ემუშავათ, არ ვიმყოფებოდი ქალაქში და ჩემი პოზიცია არის ესეთი, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს დასაქმებულ ადამიანს, ამ შემთხვევაში მძღოლს. ისე არის, რომ ზოგჯერ მგზავრი და მძღოლი ხელის დასაწყმელად მიდის ერთმანეთთან, ისეთ კონფლიქტში შეგვიყვანა ერთმანეთთან და უბრალოდ ეს არასწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით და ამიტომ ჩვენ შეურაცხყოფილად გვგრძნობთ ყველა მძღოლების სახელით ვიძახი იმას, რომ თავს რომ აი ესეთ მდგომარეობაში ჩვენ არ უნდა ჩავეგდეთ არავის. ამისთვის არსებობდა მართლაც სასამართლო და მიემართა სასამართლოსთვის და განეხილათ ეგ ყველაფერი, რომ როგორც არ გინდათ ურთიერთობის გაფუჭება და ხალხის ხარჯზე გინდა და არა, ჩვენ პირიქით ვიძახით. მერია კომპანია უნდა შეთანხმდეს ერთმანეთთან. მერია უნდა მოიკლოს თავისთვის ყოველდღიური შედის 90,000 რო შედის და დააკლოს და ეს არის დილას 4 საათზე ადექსით 4 საათზე ყოველ დილა და ერთი დღე გამოყვევი უბრალოდ და მთელი დღე უბრალოდ გვერდზე იჯექით საჭესთან. ეხო თქვენი არჩევანია და თქვენი სამუშაოა, ხო? მეტი არ არის დაბა რა გავაკეთე. ხო და რა ვქნა ახლა მე? ნუ ატკები 4 საათზე, რა ვქნა ახლა? 4 საათზე ნუ ატკები და ადექი იმაზე. ხელს რო იყიდეს მაშინ. არ ყიდო რომ ერთ საათს ვიყიდი მაშინ. არ იყიდო. ნუ იმგზავრეთ. სტუდენტები ვიყავ, შვილები და როგორ არ ვიმგზავრ?